მშვიდობიანი მთელი ხალხის მონაწილეობით ყოველგვარი გასროლის გარეშე ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის ქუჩებში. დესპოტის შევარდნაძე მოსწონდება დღეს გადადგება. Восстановим порядок. А преступников накажем. იყო გარკვეული ნაწილი ხალხისა, ვისაც სურვილი ჰქონდა ძალისმიერი გზით მოქმედების. ოპოზიციას რო არ ქონოდა საშუალება თავისუფლად ელაპარაკა, აი მარხის მეშვეობით და მთელი საქართველოს ფარგლებში ეს სწრაფად არ განხორციელებდა. პირველი სიხაული, ალბათ პირველი შვიდი გამიჩნდა, მაშინ იყო და ეს მეორე სიხაული ახლა იყო. ეს არის საქართველოსადმი რწმენის დაბრუნება. ეს იყო ვარდების რევოლუცია საქართველოში. როცა ჩვენ დავბანაკდით კანცელარიას და იყო ჩვენ შორის ხალხი მიცამბობდა რომ მოდი რამდენიმე დღე აქ დავიცადოთ შევარდნაძე შეშინდება და წამოვა მოლაპარაკებს. მე ვთქვი არა, გამოიცხული ამას არ გავაკეთებ. პრეზიდენტი უვალია გახსნას პირველი სხდომა. მე დავხედე საათს, მე ვთხარი პარლამენტის სხდომა გაიხსნა 3 წუთის წინ. თქვენ რაც გიდათ ისქენეთ. მე წავედი პარლამენტში. მე ვარ მშვიდობიანი დემონსტრანტი, მაგრამ ის ხელები გაწიე. ხელები გაწიე. გადემონსტრანტი ხარ. აქ ბევრად უფრო სპონტანური რეაქცია იყო და უნდა ვთქვა, რომ აი ამ სიტუაციაში მიშა სააკაშვილი მოქმედებდა ძალიან სუსტად, გაბედულად. ვფიქრობ ის რაც ახლა განაცხადე, ის რაც ახლა განაცხადე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან სრული მორალური საფუძველი მაქვს, მე როგორც არ უნდა შემიშალო ხელი, ჩემს სათქმელს მაინც ვეთქვი დღევანდელ პარლამენტს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. იმედს ვიტოვებ. მექნება საბოლოო ექტრის პრეზიდენტი შევარდნაძე დავარწმუნოთ, რომ ის უნდა გადადგეს უსისხლოდ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, შეუნარჩუნოთ მას ღირსება, მიცეთ ფიზიკური საფრთხეების გარანტიები. უსისხლოდ ის რაც ხდება არ ჩაივლის, თუმე თვალი ძულებული ვიქნები, რომ გამოიყენო ის უფლება, რომელიც მე მაქვს ამ პირობებში, ეს მიგვიყვანს დიდ სისხლის ღრამდე. ჩემი ხალხისათვის არასდროს მიღალატია
და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს. ვარდების რევოლუცია იყო პირველ რიგში ჩვენთვის, აი ქართველებისათვის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება. ეს სინამდვილეში ხომ იყო პირველი დიდი გამარჯვება, რაც ჩვენ ვიზეიმეთ ბოლო 15-14 წლის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემის აზრით იყო გამოხატულება იმისა, რომ ადამიანებს აღარ სურდათ იმ გარემოში ეცხოვრათ, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდნენ. იყო საერთო სახალხო მოძრაობა ცვლილებებისთვის. ოპოზიციას რო არ ქონოდა საშუალება თავისუფლად ელაპარაკა მარხის მეშვეობით და მთელი საქართველოს ფარგლებში ეს სწრაფად არ განხორციელდება. მაშინ ჩვენთვის ძალიან ნათელი იყო, რომ ადამიანები და მათი უფლებები იჩაგრებოდა. ვარდების რევოლუცია ის ხო ქართველი ერის მიერ სოფლიოს თვალში საკუთარი ღირსების აღდგენა და საკუთარი უპირატესობის დადასტურება. ეს იყო საქართველოს სულიერი მისიის განხორციელება უდავოდ და მე მართლა ერთი რამ ვიცი, რომ ეს იყო უზარმაზარი ეროვნული ენერგიის გამოთავისუფლება. ახლა მთავარია, რომ ეს ენერგია წავიდეს ქვეყნის აღშენებლობაზე. ამას ჩვენ მოახერხებთ. დარწმუნებული ვარ, მთავარია შეცდომები არ დაუშვათ. გაჭირვება იქნება, მე მგონი ჯერ კიდე ესე 4 დღეში ვერ შეიცვლება, მაგრამ იმ წმენით და იმ იმედითაც შეიცვლება ყველაფერზე. ვიცი, რომ ჩემი წმენით უკეთესობისგან შეიცვლება ყველაფერი.